მოგესალმებით მეგობრებო, თითქმის პაუზის შემდეგ გიბრუნდებით, შემოგარგებოდა. მოკლედ ვიპოვეთ ჩემი ძველი ასე ვთქვათ, წარმოებები. აიცი არ ვარ, რომელიც წლებში დავწერე, მაგრამ კარგი შემომინახია. ძალიან პრობლემური ფანტასტიკის ჟანრი. როგორც მარტოსულ ადამიანებს უყვართ და ახასიათებთ ისეთ ნაწარმოებები, მაგრამ დღეს მინდა ერთ-ერთი მცირე შემოგთავაზოთ, მაკედონიაში ვიწერია, ეთქვა 8 წელზე მეტი ხნის წინანდელია. Ქონდა თავისუფალი თემა მახსოვს და ძალიან არ დაემფასეს მაშინაც, მაგრამ იქ ჩვენთვის არ არის გასაკვირი, ჩვენარი ქვეყნისთვის, ჩვენარი ადამიანებისთვის არაფერი არ არის გასაკვირი რა მოკლედ და რაღაც ცუდად დამამახსოვრდა რა. მე ერთ-ერთ უფროს ადამიანს წავაკითხე და მას მოეწონა ძალიან და მინდა თქვენს წაგიკითხოთ. და ძალიან პატარა ნაწარმოებია, მოკლე მოთხრობასავით, მაგრამ ძირითად მორალი არის შემდეგი, რომ მაშინაც ვხედავდი მაგას, როგორ არიდებდნენ ზოგადად და ჩვენთან როგორ არასწორად არის თუნდაც ჯარის კრიტერიუმი შემუშავებული და როგორ არიდებდა ხალხი თავს ადრეც ეხლაც და ალბათ ვიღაცა პროტოტიპად ავიღერა, არ ვიცი, ვიღაც შეშინებული ტიპი. მოკლედ ესე დავარქვი კლასიკოსის ცხოვრების ერთი ეპიზოდი. ერთი კლასიკოსი იჯდა მაგიდასთან და თავის ახალ მოთხრობას ხსავდა. წერას ძალიან უყვარდა კლასიკა. ის მუდამ ქმნიდა ნაწარმოებებს კლასიკური მუსიკის თანხლებით. მას არ უყვარდა ბრძოლები, ომები. ის არასდროს წასულა ჯარში. მის საუკეთესო მეგობარი იყო ლეიტენანტი. კლასიკოსი ფიქრებში იყო გართული და უცებ შეხტა. წამოიყურა მან. ნუ გაშინიათ, ეს მე ვარ ლეიტენანტი. როგორ შემაშინეთ? რა ხდება, რა არის ქვეყანაში ახალი? ჩემოძვირფასო ლეიტენანტო. ქვეყანაში ომი დაიწყო, მტერი შემოგვესია, ღმერთო ჩემო. წამოიყურა კლასიკოსმა. ეგ კი არა შეიძლება მთელი ქვეყნის მამაკაცები გაგზავნონ ომში. მეც? იკითხა შეშფოთებულმა კლასიკოსმა. დიახ მწერალო, შეიძლება თქვენც იგივე ბედი გეწიოთ. აბა ნახვამდის კარგად ბრძანდებოდა ჩემოძვირფასო მეგობარო, მეგო ლეიტენანტმა. ნახვამდის თქვა შეშინებულმა კლასიკოსმა და მეორე ოთახში ფრიად შეშფოთებული გავიდა. ერთი კვირის შემდეგ მწერალი უკვე გარებთან იდგა. ხელში ჩემოდანი ეჭირა და კიდევ ერთი ბილეთი. ამ დროს უეცრად ლეიტენანტმა კარში ამტვრია, რომ მელიკარით შემდეგ კლასიკოს მოხვდა თავში. ვერსადაც ვერ წახვალთ მიუგო კლასიკოს ლეიტენანტმა. ვინ გითხრათ, ეს სისულელე, არსადაც არ მივდიოდი, აბა ჩემოდნები რა გინდათ, უბრალოდ თქვა შეშინებულმა კლასიკოსმა. ბილეთების გამყიდველმა მითხრა, რომ საფრანგეთის მიმართულებით მისგან ბილეთი შეიძინეთ. ოხ, ეგ ჩამშვები, ჩაელაპარაკა თავისთვის გაბრაზებულმა კლასიკოსმა. ომში წაიყვანეს ბრძანება გასცა ლეიტენანტმა. არა, თქვენმა მიღალატეთ ძვირფასო ლეიტენანტო. გაყვიროდა ბოლო ხმაზე კლასიკოსი, რომელიც გარეთ ძალით გაიყვანეს და აგრეთვე ძალით წაიყვანეს. კლასიკოსი ბოლო ხმაზე გაგიოდა, მაგრამ ის კიფილი უკვე დაგვიანებული იყო, რადგან იგი უკვე პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა. ამის შემდეგ ჩვენი ძვირფასი მწერალი ომში წაიყვანეს. ერთი კვირა მას ამზადებდნენ. ერთ დღეს კი, როდესაც ომი დაიწყო, კლასიკოსი ბრძოლის ველიდან გაიფარა. იმ დღის შემდეგ კლასიკოსი არავის არაფერი სმენია, მაგრამ რამოდენიმე ვერსია არსებობს. მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით პირველი ვარიანტის თანახმად, იგი ბრძოლის ველზე გარდაიცვალა და მისი გვამი გაქრა, ანთაც უარესი, მისგან საერთოდ აღარაფერი დარჩა. მეორე ვერსიის თანახმად, მან ჯარისკაცებს უღალატა და მტრის მხარეზე გადავიდა და მათთან დარჩა თავის სიცოცხლის ბოლომდე. ხოლო მესამე და ბოლო ვარიანტი, რომელსაც უმეტესობა ემხრობა, მდგომარეობს შემდეგში. კლასიკოსი საფრანგეთში გაიქცა, იქ ოჯახი შექმნა და იქვე გარდაიცვალა, როგორც უმეტესი საკუთარი ქვეყნის არ დამფასებელი, უბადრუგი და დაკარგული ადამიანი. მოკლედ, იმედი მაქვს მოგეწონებათ, არსად ჩაწვდებით, მოკლე მოთხრობა არის, მაგრამ რო წავიკითხე, მივხვდი ზუსტად რაზე მქონდა დაწერილი და კიდევ უფრო მეტად მეწყინა, რომ არ დამაფასეს, იმიტომ მაშინ მიყვარდა ძალიან კლასიკოსები და მათ ნაწარმოებებს რო კითხულობდი, ეს მაღალ ფარდოვანი სიტყვებიც იქიდან დამჩნდა. და ჩემპურად სულდა რაღაცა გადმომეცა და კარგია რომ რაღაცები შემორჩა. აუცილებლად შემდეგ გადავიკითხავ, თუ რამე გრამატიკული შეცდომა იქნება გადავასწორებ კიდევაც და
თუ გამოცემით ვერ გამოვეცი, ასე მაინც გაგაცნობთ ხოლმე. ბედნიერ დღეს გისურვებთ, ბედნიერ ცხოვრებას და კიდევ რაღაცებში მოგთავაზებთ, როცა ვიპოვი. გაცნით.